ერთ ჩემ მეგობარს მიხეილ ცილიკისთვის გააჩნდა ცეცხლსროლი იარაღი, რომელიც იყო მასზე გაფორმებული. კანონიერად ჰქონდა, როგორც მე ვიცი, ტარების უფლება. რა ტიპის იარაღი იყო? ETS სისტემის იარაღი იყო. და ამ იარაღზე ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა, იმიტომ რომ ეგ იარაღი რო დაინახა, რომ ვიღაცები მოვიდნენ, ამოვარდნენ, ამოიღო და გადააგდო. სადღაც ჩააგდო რა. ის იარაღი იპოვეს და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ოფიციალურ საბუთებში ის იარაღი ამოუღეს მიხეილ ცილიკიშვილს სახლიდან, ოღონდ თან ქონდა. მაგრამ ოფიციალურ საბუთებში ამოუღეს სახლიდან. თბილისში. და ზუსტად იგივე იარაღი, იგივე ნომრით, პარალელურად ამოიღეს ჩემი ავტომობილიდანაც. ანუ იმ იარაღზე ორივეს დაგვიმატეს გარკვეული წლები სასამართლოში იარაღი. ერთი და იგივე სისტემის იარაღი ფიგურირებს ორივე საქმეში, კი ბატონო. ანუ როგორც იმას ამოუღეს სახლიდან, ოღონდ რეალურად სახლიდან არ ამოუღიათ, იმიტომ რომ თან ქონდა და იქვე გადააგდო. ზუსტად იგივე იარაღი ამოიღეს, ასე ვთქვათ, ჩემი მანქანის იმიდან, ვითომ რა თქმა უნდა. ვითომ, კი ბატონო.